გვერდება ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მადლობა მას სტუდიაში მოსვლისთვის. ანა, გამარჯობა, მადლობა და მინდა რომ ვისაუბროთ აი ამ პოლიტიკურ ვენდეტაზე, მის მასშტაბებზე და ჯერჯერობით შეუსრულებელ მისიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია ციხეებში, გადავსებულია ციხეები და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ერთი შეხედვით ჩანს შეუვალი ამ საკითხში. ზოგადად როგორ დაახასიათებდით შექმნილ სურათს ამ თვალსაზრისით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გასაგებია, რომ ძალიან რთული ვითარებაა და ღრმავდება ავტორიტარიზმი ყოველ დღე. ამავე დროს ჩვენს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეუსრულებელი მისია აკისრია მართლაც თუ გავიხსენებთ იმ ჰოლივუდის ფილმს. იქიდან გამომდინარე, რომ რაც არ უნდა მოედნიდან გაწიონ პოლიტიკოსები 1, 2, 3, 8, 17 იმ უკმაყოფილებას, რა უკმაყოფილებას არის საზოგადოებაში, ის ვერ აღმოფხრის. არ აღმოფხრის. ის არაფერს აკეთებს და უბრალოდ ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალურად გადაჭრას ის, რაც უკმაყოფილების საფუძველია. ის რომ რომელიღაცა პოლიტიკოსი მე-1, მე-2, მე-3, ჩვენ ხო უბრალოდ ვართ გამხმოვანებლები, მოთამაშეები მოედანზე იმ 100,000-ობით გულშემატკივრისა, რომელიც შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული სიტუაციით. იმ სიტუაციით, რომ დღე არ გავა, რომ საშინელი კრიმინალური აქტი არ მოხდეს, ხო? დღე არ გავა, ან პედოფილია, ან ოჯახში რაღაცა საშინელი უბედურება, ან აგერ ყვარლის გამგებელი საკრებულოს მოადგილები დაერივნენ ერთმანეთს. თელავის თუ ყვარლის? შეიძლება თელავისაც. არა, ბევრი მეტი და მეტი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ რაც ზევით ხდება, ის ხო უნდა გადაითარგმნოს. ლეობა იყო კი ბატონო, ყვარლის, ჩემი შეცდომა. ხო, ალბათ კიდე თელავისაც იქნება. და ამის პარალელურად რა ხდება? მარტო ერთ ადგილას რუსთაველის გამზის და 21-22 წლის 70 წლის პენსიონერს იჭერენ და მთელი ჩვენი საპოლიციო რესურსი მობილიზებულია აი ამ ხალხის დევნაზე. მთელი ჩვენი სასამართლო, ანუ რეალურად იმისთვის, რომ გამდვილი დამნაშავე დაიჭირო, დააკავო, გაასამართლო, აი რაღაც კატასტროფა რომ მოხდა კახეთში ხა, ცოტა ხნის წინ, გამოცხადებული ქრონიკა, მუქარები, ოჯახური ძალადობის შემთხვევა. დაძაბული სიტუაცია ერთი მხრიდან მეორე მხარეზე მუქარა სად არის ამ დროს სახელმწიფო? ანუ ხო იცი შავით თეთრზე რომ მალე ძალადობის ფაქტი მოხდება. იქ არც პოლიციაა, არც სოციალური სამსახურია, არც არავინ არ რატო? იმიტომ რომ ერთადერთი რაც დილას აინტერესებთ ამ შემადგენლობას, რაც ძალიან ცოტა ადამიანია თან დარჩენილი, ვისაც ეს აინტერესებს, ხო? აინტერესებს ეს რაღაცნაირად ჩააქრონ რუსთაველი. ამიტომ ვინც არ უნდა გაწიონ მოედნიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმ უკმაყოფილებას, რაც არის ქვეყანაში, ექნება საფუძველი ყოველთვის, იმიტომ რომ თავარ პრობლემას ვერ უვლის ვერავინ. როგორც ჩანს, ივანიშვილს აქვს გამოცდილება რუსული სივრცეებიდან, ეს არის კრემლის სახელმძღვანელოც, პლუს რუსული გამოცდილებაც, როდესაც იცი რომ შეიძლება ეს განწყობები ვერ ჩაახშო, ეს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილო, თუნდაც სოციალურ დონეზე რაც აქვს საზოგადოებას, მაგრამ ეს ხალხი შეაშინო. აი ამ მიმართულებით ალბათ ფიქრობს ის, რომ რეპრესიები გაამართლებს. არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების მიმართულებით ნამუშევარი, რაცაც აქ ჩვენ ახლა ყოველდღურად ვხედავთ, არამედ მოქალაქეების მიმართ. ამ მიმართულებით რა პერსპექტივა აქვს მას? თავარი აქ არის ის, რომ დემოგრაფიულად და სოციალურად ძალიან დიდი სხვაობაა იმ სახელმძღვანელოს შორის, რომელიც მას აქვს და იმ რეალობას შორის, სადაც ჩვენ ვართ. ანუ სახელმძღვანელო, სადაც ეს ყველაფერი მოფიქრებულია, დაწერილია, ეხება 100 მილიონობიან რუსეთს, ხო? მილიონობიან რუსეთს, სადაც სახალინიდან აქეთკენ, რა ვიცი, ნოვგოროდში, ხო? ადამიანებს არავითარი ბმა არა აქვთ. არავით ისინი ისე გალევენ ცხოვრებას, რომ ერთმანეთზე არ იფიქრებენ, ხო? ისე არიან სოციალურად დაშორებულნი. გავლენ იმ სივრციდან, სადაც არიან მიჩვეული ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებას უკვე საუკუნეების გამო სოციალურად ბმა არა აქვთ. ჩვენთან დილემა არის ესეთი. და მე ვფიქრობ, რომ მათ კარგად იციან ეს გამოცდილი აქვთ, იმიტომ რომ უყურებენ ამ სიტუაციის დიდი ხანია. თუ ძალიან დააჭერ
ჩვენთან სოციალური ჯაჭვი ძალიან ახლოს არის. ყველა ერთმანეთის ბიძაშვილი და დეიდაშვილია, ხო? აი, რუსთაველზე თუ რუსთაველის გარეთ თუ კახეთში თუ იმ წყუბში თუ ამ გუნდში თუ იმ გუნდში ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც არიან ერთმანეთის ახლობლები. საბოლოო ჯამში თუ რეპრესია იქნება არა მარტო რაღაცა 8 პოლიტიკოსზე, ხო? და რაღაც შემადგენლობას, არამედ რეპრესია თუ ღრმად შევა და შედის ღრმად. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვს და ამასაც ახსნი. რეპრესია ღრმად თუ შევა, პასუხიც უფრო ძლიერი იქნება საზოგადოებიდან. აქამდე რა ხდებოდა, ხო? რუსთაველზე თუ ხალხს აკავებენ და არ ერჩიან მაგალითად ვიღაცას ტყიბულში, ხო? ან აქეთკენ დედოფლის წყაროში, კი ბატონო, იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს, რომ ეს ხალხი ყულს არ შეიბერტყავს. მაგრამ მეორეს მხრივ იქიდან გამომდინარე რომ ძალაუფლება როდესაც ესე მოჭერილია შიში ძალიან დიდია პარანოია დიდია იქიდან გამომდინარე რომ ჯგუფში ძალიან დიდი განხეთქილებაა აგერ თავი თვითონვე დაერივნენ ხო კლანებს რომლებიც არიან ფესვგადგმულები ძირითადად რეგიონში ეს მეორე იქიდან ბრძოლას უძახიან ამას ოფიციალურად ხო ეს არის ხარკის შეგროვება ეს არის ჩვეულებრივად ხარკის შეგროვება კორუფციასთან ბრძოლა რომ იყოს მაშინ იქიდან ამოღებული ფული უნდა მივიდეს ხალხში ეს არის კორუფციასთან ბრძოლა რატო ართმევებია ნარგიზას ფულს ხო ეს ფული უნდა დაუბრუნო ისა ბებია ნარგიზას ეხლა აქ რა ხდება ეს არის ხარკის ამოღება იმიტომ რომ აი ეხლა წავა ბიუჯეტის განხილვა და თქვენ მე ვერ მაჩვენებთ ერთ მუხს სადაც წერია რომ აი ეს 200 მილიონი თუ 300 მილიონი რომელიც აგროვდა ამ დაჭერების შედეგად ისევ ბიუჯეტში წავა სკოლებში თუ გზებში ეგეთ რაღაც არ არსებობს ამიტომ ეს არის შიდა გადანაწილება ხალხის შეგროვება და ხალხთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა ასევე იმიგრაციასთან დაკავშირებით ხო ეხლა წარმოვადგინე იმიგრაციის უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ გეგმა მინდა ვთქვა აუცილებლად ეს გამოიწვევს იმას რომ შეწუხდება ყველა არა მარტო მე თქვენ ოპოზიციონერი რუსთაველზე მყოფი აქტივისტი შეწუხდება ყველა იმიტომ რომ არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს ვინ იმუშავებს აქ მაღაზიაში ვინ დაალაგებს ქუჩას ვინ მოგიტანთ ვინ იმუშავებს კაფეში და ვინ იმუშავებს სკოლაში მისთვის მთავარია და მისი ამსონებისთვის მთავარია რომ რაღაცნაირად გადარჩეს ამიტომ დაარიგებს ბინადრობის ნებართვებს ყველასთვის ვინც მოინდომებს ამიტომ ჩაგვანაცვლებს ჩვენ იმ ხალხით რომელიც კმაყოფილი იქნება უბრალოდ რომ საჭმელით გადაუხადონ ხელფასი ჯანდაცვას არ მოიწყობს შრომით უფლებებს არ მოიწყობს და ამიტომ ამ თემით იმიგრაციით მე ვხედავ ხალხი წუხდება და ყველა შეწუხდება ოცნების მომხრედ შეწუხდება იმიტომ რომ რეალურად ჩვენ დაგვიდგება საფრთხე ჩვენ ვიქნებით უმცირესობა აი ხლა იმ პროექტზე რო ჩამოვარდა ერთი ამბავი ხო დასავლეთ საქართველოში რომ იგეგმება ეს არის ეგრეთ წოდებული არაბული ქარლაკი გონიოში და თბილისშიც კრწანისშიც ხო არაბული ქარლაკი შეერქვა ხო ამას მე არ მინდა რომ რაიმე ტიპის ქსენოფობიური ქვეტექსტი კონდეს ამას ეს ფაქტობრივად ხო ესე დაერქვა ესეა გასაგები ნებისმიერი დიდი პროექტი სამშენებლო პროექტი რომელიც გათვლილია უცხოელებზე კიდევ იცით რატოა პრობლემა იმიტომ რომ იქ დარიგდება ბინადრობის ნებართვები. ჩვენ ხო ვიცით, $100,000 ბინას დღევანდელი კანონმდებლობით თუ იყიდი, შენ გეკუთვნის ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვა გადაიქცევა 5 წელიწადში მოქალაქეობად. 5 წელი უნდა. საქართველოს ხა აიწია, გამკაცდა, მაგრამ 5 წელი უნდოდა, ხო, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებას გამკაცდება 2026 წლის მარტიდან. ეს რას ნიშნავს? რომ სულ ცოტა ხანში მარტო ბინების თემა კი არ იქნება. უბრალოდ შეიცვლება ჩვენი საზოგადოების შემადგენლობა და შეიძლება ესეც უნდა ზუსტად აქეთკენაც მივდივართ, ოღონდ ივანიშვილს არ გულისხმობ, გრძელვადიან გეგმას გულისხმობ, იმიტომ რომ კოლონიურ იმპერიულ კონტექსტში მოსახლეობის შინაარსში შეცვლა, პასპორტების დარიგება და ამით გავლენის მოხდანა გამოცდილი მექანიზმია. კი ბატონო და ერთი შეკითხვაც პოლიტიკური პროცესი. მინდა რომ ვიკითხოთ თქვენი აზრი ამ თემაზე. აღარ არის ბევრი ლიდერი გარეთ დარჩენილი. ცოტა ადამიანია, მათ შორის ხართ თქვენც ერთი კონკრეტული პარტიის ლიდერი, მართალია ეს არ არის ცალკე გატესტილი პარტია, განსაკუთრებული მაღალი რეიტინგით, რომელიმე არჩევნებში თქვენ კოალიციით გადიოდით, მაგრამ თქვენ გაქვთ ყოველთვის პერსონალური მაღალი რეიტინგი. რისი კითხვა მინდა მე, მიუხედავად მემარცხენეობისა, მემარჯვენეობისა იდეოლოგიების და ასე შემდეგ. დააყენა თუ არა ივანიშვილმა მომენტი, როდესაც უკვე ძალიან ფორსმაჟორულ რეჟიმში ყველა პარტია უკვე გუშინდელი რიცხვით უნდა იყოს შეთანხმებული ერთობლივ
გეგმაზე, სტრატეგიაზე, ტაქტიკურ ქმედებებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს თუნდაც რუსთაველის გამზირთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი ფაქტობრივად თვითორგანიზებულია და არანაირი პოლიტიკური გავლენები მასზე არ მოქმედებს. და ამ რუსთაველის მიღმაც პოლიტიკური პროცესის რა პერსპექტივა აქვს დღეს საერთოდ პოლიტიკურ სპექტრს? დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ ყველა სოციალური მოძრაობა გადაიზრდება ხოლმე ინსტიტუტებში. ამერიკული სამოქალაქო უფლებათა მოძრაობა გადაიზარდა გარკვეულ ინსტიტუტებში, გარკვეულ ახალ წესრიგში. ადრე თუ გვიან რუსთაველის მოძრაობაც, ადრე თუ გვიან, როცა საჭირო იქნება და სიმწიფე იქნება, გადაიზრდება ინსტიტუტებში, წრეებში, პარტიებში შეიძლება და გაუმარჯოს მათ, მე ღია ვარ ყველა მათთან სათანამშრომლო. უბრალოდ ივანიშვილმა თქვა, რომ როგორც გვინმე გაჩნდება და გაძლიერდება, ის პარტიაც გაუქმდება, მისი მესიჯი ხო, თავისივე საბრალდებო დასკვნა. ანუ იმდენად ეს არის თავისივე საბრალდებო დასკვნა, იმიტომ რომ აქამდე მალავდნენ ამ დღის წესრიგს და მე როგორც იქნა წამოწდათ ის სინამდვილე, რითაც რის გამოც აუქმებენ ამ პარტიებს და აი ამ ვითარებას გეკითხებით, სწორედ როცა პარტიები აღარ იარსებებს ძალიან მალე, ყოველ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი პარტიები და როდესაც რაღაც უნდა მოიმოქმედოს პროცესისთვის გარეთ დარჩენილმა პოლიტიკურმა წრემ. მე აქტიურად თანამშრომლობ ყველა ძალასთან, რომელიც ჩვენს წინაშე არის, არავის შეიძლება სპეციალურად და მიზანმიმართულად არ არის საჯარო, იმიტომ რომ არ უნდა იყოს საჯარო. დროზე ადრე რაღაცის გასაჯაროება გამოიწვევს დროზე ადრე დარტყმას. ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ, იდეოლოგიების დრო არ არის, ერთადერთი იდეოლოგია არის დღეს. ხო, ან გადავრჩებით დამოუკიდებლები, ან გავხდებით მე რამდენი გუბერნია რუსეთს. ეს არის იდეოლოგია. ამის ირგვლივ აქტიურად მაქვს სამუშაო კონტაქტები და თანამშრომლობა სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც ამ იდეას იზიარებს. საბოლოო ჯამში პარტიაც ხო ფორმა ხო თითქმის უკვე დაკარგა შინაარს. პარტია მე ოფიციალურად ჩემი პარტიის თავმჯდომარე აღარც ვარ. რა აზრი აქვს პარტიის თავმჯდომარე ვიქნები თუ არ ვიქნები. იქიდან გამომდინარე რომ არჩევნები არ არის ჩვენს წინაშე, ხო ჯერჯერობით. საქმე არის იმაში, რომ ჩვენ ყოველთვის შევძლოთ და ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც სწავლენ რისკზე და ხმას ამოიღებენ. ეს თავის იპოვიან საარჩევნო ბიულეტენზე ნორმალური არჩევნების დროს, თუ ტელევიზიაში თუ ქუჩაში, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მადლობა ანგოლიძეს პარტია ხალხისთვის დამფუძნებელსა და მაინც თავმჯდომარეს ახლა ასეთი სტატუსი გაქვთ. მადლობა.